მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე. იმედი მაქვს, რომ ყველანი ხართ ძალიან კარგად. დღეს გვაქვს უჩვეულო ვლოგი. არა არის უჩვეულო. სხვათა შორის ხშირად ვიღებ ხოლმე ასეთ ვლოგებს. მივდივართ ქორწილში და გაემზადეთ ჩვენთან ერთად. ახლა არის განსაკუთრებული ქორწილი, რადგან გაჩვენებთ თითქმის ყველა დეტალს ჩვენი ადათ-წესების და ახლაც ვემზადები ქორწილისთვის. დღეს არის პარასკევი და პარასკევს იმართება პატარა, ანუ მინი ქორწილი სიძის ოჯახში. თან გავიკეთებ მაკიაჟს, რადგან მეჩქარება და 1 საათში უკვე იქ უნდა ვიყოთ და თან მოგიყვებით ყველაფერს დაწვრილებით. მას ავიწევ, რადგან ეს წინარე რაღაცნაირად მაქვს და მიშლის ხელს. კაი. სარკეში უფრო ლამაზად ჩანს ვიდრე კამერაში, ასე რომ ვაგრძელებთ. სისწრაფეში ვეძებდი ჩემს სპონჟს და სპონჯი ვერ ვიპოვე, ამიტომ ამითი გავიკეთებ, ესეც სველია ახლა. არა უშავს რაც არის მოგვიანდება მაინც. ახლა ქორწილის ამბები. ჩვენ ისეთივე კარგი ახლობლები ვართ პატარძლის, როგორიც სიძესი, მოკლედ. ორივეს კარგი ახლობლები ვართ. პატარძალი ჩვენი ნათესავია. და ამიტომ სიძის მხრიდანაც მივდივართ და პატარძლის მხრიდანაც. ახლა აგიხსნით როგორ. დღეს არის პარასკევი. პარასკევს არის ხის მორთვის ცერემონია. ჩვენთან ასე ეძახიან ხის მორთვას. პარასკევს სიძის ოჯახი პატარა ხის ტოტს რთავს კამფეტებით და შემდეგ პატარძალი რომ მოჰყავთ უკვე შაბათ დღეს, სანამ სახლში შემოვა, სიძე ამ ხის ტოტიდან აპრის, ამყვავილებს პატარძალს ზედ. ეს იმას ნიშნავს, რომ ასევე ტკბილად შემოდი ჩემს ოჯახში და მოკლედ კარგი ფეხი რო ჰქონდეს. ასევე საქორწინო ტორტი დამეკისრა ისევ მე. როგორც ყოველთვის ოღონდ ამჯერად არ ვაკეთებ მთლად საქორწინო ტორტს. ვაკეთებ ტორტს, რომელიც გოგოს მშობლებს მოაქვთ. რომ აგეხსნათ, ხვალ, ანუ შაბათს ქორწილის დღეს გოგოს მშობლები მოვლენ და მოაქვთ საჩუქრები, ვინც მოდის გოგოს პატარძლის მხრიდან, მოაქვთ საჩუქრები გოგოსთვის და ვინც სიძის მხრიდან მოდის, ფულს დებს. ჩვენ იქიდანაც ვართ და იქიდანაც, ასე რომ საჩუქარიც მიგვაქვს და ფულსაც ვდებთ. და გოგოს დედამ თხოვა, რომ ტორტი გამომეცხო, რადგან როგორც იცით, საზღვარგარეთ ძალიან ძნელია და იშვიათია ვინმე შეკვეთილ ტორტებს რომ აცხობდეს, ეს უნდა იცოდე მოკლედ და ჩვენ არ ვიცით ვინ აცხობს და სად უნდა შევუკვეთოთ ნორმალური ტორტი, ამიტომ გამოვაცხობ ერთსართულიან საქორწინო ტორტს, რომ მშობელმა მზითებთან ერთად და საჩუქრებთან ერთად მიართვას სიძისიანებს. შეიძლება ცოტა ჩახლართულად მოვყევი ყველაფერი, მაგრამ ვცდილობ თან მეჩქარება. ახლა მე გავაგრძელებ მაკიაჟის გაკეთებას, თქვენ კი ჩაგირთავთ ვიდეოს, სადაც ვაცხობ ტორტს. დავიწყოთ ბისკვიტის გამოცხობით. ეს ბისკვიტები დავაცხე 2 დღით ადრე და შემდეგ მედო მაცივარში.
ბისკვიტი არის უადვილესი, უმარტივესი და თუ ჯერ არასდროს არ მოგიმზადებიათ ტორტი, მერწმუნეთ აუცილებლად გამოგივათ, ეს ბისკვიტი არასდროს ჩავარდება, იმ შემთხვევაშიც კი თუ შუა გამოცხობის დროს გამოაღებთ ღუმელს. მოკლედ ერთადერთი ბისკვიტია, რომელიც არ ვარდება და მოკლედ ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა. ამჯერად ავიღე 5 კვერცხი, გავყავი ცილებად და გულებად, ასევე დაგჭირდება 5 სუფრის კოვზი შაქარი, 5 სუფრის კოვზი ფქვილი და ყოველი შემთხვევისთვის დავუმატე 1 სუფრის კოვზი გამაფხვირებელი. გამაფხვირებელი არ არის საჭირო, ასეც კარგად ამოვა, უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის მაინც ქორწილისთვის ვამზადებდი და მე დავუმატე. გავთქვიფე კვერცხის ცილა შაქართან ერთად, როგორც ხედავთ, ნელ-ნელა ვუმატებდი შაქარს და რომ გასქელდება და აფუვდება ჩვენი კვერცხის ცილა, დავუმატე გული ნელ-ნელა. მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეოში ყველაფერი კარგად ჩანს. შემდეგ დავუმატე ფქვილი, ასე ნელ-ნელა ჩავაცერი და უკვე ხელის მიქსერით ამოვურიე. გადავიტანე გამოსაცხობ ფორმაში და გამოვაცხე 180 გრადუსზე წინასწარ კარგად გახურებულ ღუმელში 20 წუთით. როგორც ხედავთ, ახლა შევამოწმე და ჯერ არ იყო მზად, კიდევ დავუმატე რამოდენიმე წუთი და როგორც ხედავთ, ბისკვიტი არ ჩავარდა. ესეც ჩემი ბისკვიტი იდეალური გამოვიდა. ახლა აქვე შიგ ფორმაში გაცივდება, შემდეგ ამოვიღებ, გადავაკრავ საკვებ პარკს და ჩავდებ მაცივარში. წინასწარ უკვე მოვამზადე ასევე 2, დღეს მოვამზადე ეს ორივე, უკვე გაცივდა და ასევე გავახვიე საკვებ პარკში. ამას ჩავდებ მაცივარში და ხვალ დავიწყებ უკვე დაკრემვას და ტორტის აწყობას. ერთსართულიან ტორტს ვაკეთებ, ამიტომ მინდა რომ იყოს მაღალი და საჩინო, ლამაზი, რაც მთავარია, ამიტომ ასეთი დიდი ბისკვიტები გამოვაცხე, უпростоრად მაღალი და ვფიქრობ, რომ შუაზე კიდევ გავჭრა და გამოვა 3 ფენა არა, 6 ფენა. ჩემი აზრით ასე უფრო გემრიელი იქნება, ამჯერადაც ვაკეთებ რაფაელოს შიგთავსით, ნუშით და ქოქოსის ფანტელით. ნახოთ რა გამოვა, დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი უნდა გამოვიდეს. საღამოს მოვხარშე კრემი, ახლა არის უკვე მეორე დღის საღამო. როგორც ხედავთ, საღამო კი არა, ღამეა, ბავშვებს ძინავთ, სულ ახლახანს მოვედი კორპორატივიდან და თუ არ ვცდები, ახლა არის ღამის პირველი საათი თუ 2:30, ვხარშავ კრემს. კრემს მოვხარშავ კლასიკურს, თავიდან ვიფიქრე, რომ დავუმატებდი კვერცხსაც, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე, აქ ავიღე 8 სუფრის კოვზი ფქვილი, 10 სუფრის კოვზი შაქარი და 1 ლიტრა რძე. მოვხარშე კრემი და გადავდე გვერდზე გასაციებლად, ასევე გვერდზე დავუდე შედედებული რძე და კარაქი, რომ ერთი ტემპერატურა ჰქონდეს მოკლედ ყველაფერს. დილიდან უკვე ვიწყებ კრემის მომზადებას, გავთქვიფე კარგად კარაქი გათეთრებამდე, შემდეგ ვუმატებ ჩვენს წინასწარ მოხარშულ კრემს და შემდეგ ვუმატებ ნელ-ნელა შესქელებულ რძეს. ამ შუა პროცესში მივხვდი, რომ ჩემი ჯამი იყო ძალიან პატარა, ამიტომ მოზრდილში გადავიტანე და ისე გავთქვიფე. ახლა არის პარასკევი, დილიდან დავიწყე უკვე ტორტის მომზადება, რადგან ტორტის აწყობასაც დიდი დრო სჭირდება და არ მინდოდა რომ ტორტი ყოფილიყო ძველი რამოდენიმე დღის, ამიტომ ერთი დღით ადრე დავიწყე და როგორც უკვე გითხარით, დილიდან 7 საათზე დავიწყე კრემის მომზადება და ტორტის აწყობა, რადგან ეს ტორტი ყველაზე ცოტა ერთი დღე მაინც უნდა იყოს, უпростоრად ტორტის კარკასი მაცივარში, რომ კარგად გამაგრდეს და შემდეგ გადატანის დროს არ
ჩამოიშალოს და მოკლედ ფორმა შეინარჩუნოს. როგორც უკვე გითხარით, ვამზადებ რაფაელოს ტორტს, ავიღე ქოქოსის ფანტელი და დაჭრილი ნუში, შემდეგ ვიფიქრე, რომ ბისკვიტები არის თხელი და ზედმეტი იქნებოდა ამდენი ნუში, ამიტომ ერთმანეთის მონაცვლეობით გამოვიყენე, როგორც ნახეთ, ჯერ გამოვიყენე ქოქოსის ფანტელი და ნუში, შემდეგ მხოლოდ ქოქოსის ფანტელი, მერე კიდევ ქოქოსის ფანტელი და ნუში და შემდეგი ფენა იყო ისევ მხოლოდ ფანტელით. ვნანმავ ასევე ქოქოსის რძით, რომ უფრო მეტი ქოქოსის გემო ჰქონდეს და ასე ავაწყე მთლიანად ტორტი. ტორტი გამოვიდა უზარმაზარი და ცოტა შემეშინდა, რადგან გადასაზიდვად და გადასატანად ცოტა ძნელია ასეთი ტორტის გადატანა. შემდეგ ავაწყე, როგორც ხედავთ, სპეციალურ რგოლში და ერთადერთს მივხვდი, რომ თუ გაქვს ეს ყველაფერი საკონდიტრო რაღაცებს ვგულისხმობ, ყველაფრის გაკეთება შეიძლება და არის უმარტივესი და უადვილესი. თუნდაც ეს რგოლები რკინის გიადვილებს ყველანაირად გაკეთებას. შემდეგ ჩავურჭე უფერული საწვრუპები, რომ კარგად დაეჭირა. თავიდან ვიფიქრე, რომ ხის ჯოხებს ჩავურჭობ თქო, მაგრამ ხის ჯოხები რატომღაც მეპატარავა, მეწვრილა, ამიტომ გამოვიყენე საწვრუპები. ჩამოვაცვი რგოლები, ამჯერად ორი რგოლი ჩამოვაცვი, რომ ტორტი იყოს რაც შეიძლება სწორი და უსწორმასწორო ადგილები არ იყოს. ტორტი იყო ძალიან მაღალი, ზემოდან დავადე ცოტა სიმძიმე, ეს სიმძიმე ედოსულ რაღაც 1-2 საათი და შემდეგ მოვხსენი. ჩავდე მაცივარში, ასე იქნება მაცივარში ხვალ დილამდე. მეც მზად ვარ, დაგინახებით კაბა არ ჩანს, კაბა არის გრძელი და აქვს აქ თეთრი ჭრილი, რაღაც ჩინური სტილის კაბა და ჩემი გასწორებული თმა უხდება ჩინური რომელიღაც კომპანიის წარმომადგენელს ვგავარ. დარჩა მხოლოდ სამკაული ხელზე და ასევე მაქვს 10 წუთი დრო, ვფიქრობ, რომ ფრჩხილები დავიმაგრო. ბავშვებს კიდევ კარგი, რომ დიდები არიან და ჩაცმა არ სჭირდება და თავიანთავებს თვითონ ვიამზადებენ, რაც ძალიან მიხარია, ამის გამო უამრავი დრო მაქვს. ასევე გაჩვენებთ საჩუქარს. დღევანდელ დღეს უბრალოდ საჩუქარი არ მეაქვთ და არ არის აუცილებელი, რომ საჩუქარი წაიღო. უბრალოდ სიძის დედას აქვს დაბადების დღე, ჩვენ მივდივართ სიძის დედის სახლში და ეს ცერემონია ხშირ შემთხვევაში სახლში ტარდება. უბრალოდ აუცილებელია, რომ სახლში ჩატარდეს და გაჩვენებთ პატარა საჩუქარს. აი, ასე გამოიყურება, ეს არის კალათა ხის, შიგდევს ცოცხალი ყვავილები და ასევე შოკოლადები. მოდის 8 მარტი, 3 მარტი და ალბათ ვინმეს შეიძლება დაგაინტერესდეთ თუ როგორ კეთდება ასეთი საჩუქრები, ამიტომ ამის საჩუქრის გაკეთების ვიდეოსაც დავურთავ აუცილებლად. დარწმუნებული ვარ ამ საჩუქრის გაკეთებით ამერიკას არავის არ ამოგიხსნით, უბრალოდ ვიფიქრე, რომ შეიძლება ვინმეს იდეა მივცე, თუ უნდა რომ თავისი ხელით რაიმე გააკეთოს. ავიღე ყვავილები, ყვავილები არის სხვადასხვა, მინდვრის ყვავილებს გავს და კალათაში ჯერ ჩავფინე ცელოფანი, რადგან ოაზისი არის სველი და წყალმრო არ გაჟონოს და რომ არ გაფუჭდეს კალათა, ამის გამო ჯერ ჩავფინე ცელოფანი და შემდეგ ჩავდე ოაზისი. არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა და ქართულად ოაზისი
ქვია თუ არა. ეს არის ეს მწვანე ღრუბელი სპეციალური ყვავილებისთვის, რომელიც იწოვს წყალს და ყვავილები დიდხანს ჩერდება შიგ. გადავაფარე როგორც ხედავთ გვერდით კიდევ ცელოფანი, მოკლედ ნახევარი მხარე ჩავდე ყვავილებით, ასევე მწვანე მცენარეებიც ბევრი დავამატე, რომ უფრო ლამაზი ყოფილიყო, ხოლო ნახევარი მხარე გავაფორმე შოკოლადებით და ჩავფინე ასევე ცელოფანი, რადგან ორმაგის კოჭი გამოვიყენე და სველ ოაზისზე ორმაგის კოჭი ვერ დაიჭერდა, ამიტომ თან შიგ შოკოლადებშიც რომ არ შევიდეს წყალი და რომ არ გაფუჭდეს, ამის გამო გადავაკარი მოკლედ ცელოფანი. ასე გავაფორმე, ავაწყე მთლიანად შოკოლადებით, ასევე შესაძლებელია უბრალოდ წებოს გამოყენებაც, ჩვეულებრივი სკოჩის, ცხელი წებოსი, ან და უბრალოდ შეგიძლიათ ოაზისი ნახევრად მოჭრათ და ის ცარიელი ადგილი, რაც დაგრჩებათ, უბრალოდ შოკოლადებით ჩაყაროთ. ასე გავაფორმე, შემდეგ ცელოფანი გადავაკარი და ჩვენი ულამაზესი საჩუქარიც მზად არის. ჩემი აზრით არის მართლა ძალიან ლამაზი, ეფექტური და რაც მთავარია, კეთდება ადვილად, სულ რაღაც 15 წუთი დამჭირდა ამ ყველაფრის ასაწყობად და ჩემი აზრით არის მართლა ძალიან ეფექტური. უამრავი ბიზნეს იდეა მაქვს და ჩემი აზრით ესეც ძალიან კარგი იდეა იმ დედებისთვის, რომლებსაც პატარა ბავშვები ჰყავთ და არ მუშაობენ. ალბათ ჩემს ქვეყანაში რომ ვყოფილიყავი, რაიმე ამგვარს წამოვიწყებდი, განსაკუთრებით 8 მარტს 14 თებერვალს და ასეთ ლამაზ დღესასწაულებზე, უბრალოდ აქ მეშინია, რადგან თუ დამიჭირეს იმხელა ჯარიმა და საციხო საქმეა, რომ ჯობია საერთოდ არაფერი არ გავაკეთო. ჩვენც მოვედით, აქ ვართ უკვე და გადმომცეს ეს ლამაზი პოდნოსი, ასეთი პოდნოსები, არ ვიცი სწორად ვამბობ თუ არა, სიტყვა პოდნოსს აძლევენ ორ სულქალებს და შემდეგ ამ ხეს რთავენ გასათხოვრები, დასანიშნი ახალგაზრდები და ორსულები, რადგან ორსული ქალი ითვლება გამრავლების სიმბოლოდ. ასე ავაწყეთ, მოკლედ ბევრი ვიცეკვეთ, შემდეგ იყო სუფრა გაშლილი, რომელიც არ გადამიღია, ასევე მივიღეთ პატარა საჩუქრები, ასეთ პატარა საჩუქრებს ტაროსი ჰქვია ჩვენთან და შემდეგ ქორწილშიც იქნება უამრავი, ძალიან გვიყვარს ასეთი ტაროსების ჩუქება ერთმანეთში, განსაკუთრებით ქორწილებში. სახლში რომ წამოვედით, იყო ღამის 11 საათი და არ ვიცი საერთოდ გერმანიაში ხალხს როდის ძინავს, რადგან დილის 6 საათიდან უკვე საცობია და ახლაც ხედავთ თითქმის საცობია. უკვე გათენდა შაბათი დილა და 6 საათია დილის, დავიწყე კრემის მომზადებად, ზემოდან კრემი გადავწყვიტე, რომ იყოს კარაქის და შესქელებული რძისგან გადქვეფილი, მოკლედ სიმართლე გითხრათ, მეშინია რომ არ აიჭრას და არ იყოს მოკლედ სტაბილური კრემი. კრემი ცოტა ამეჭრა, დამაწყდა ნერვები, 1000 ხრიკი ვნახე როგორ გამოვასწოროთ თქო და ვერ გამოვასწორე და შემდეგ კიდევ ერთი კრემი გავაკეთე, რომელიც კიდევ აიჭრა, დამაწყვიტა ამ ტორტმა ნერვები და ყოველ ჯერზე იმასე მეშლება ნერვები, რომ რატომ ვიღებ საკუთარ თავზე ამხელა პასუხისმგებლობას. რა ვქნა, მიყვარს ესეთი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და საკუთარი თავის წვალება. მოკლედ ეს კრემი, რომელიც შემდეგ ოდნავ იყო აჭრილი, წავუსვი კარგად, გავასწორე და შემდეგ ჩავდე მაცივარში კიდევ რამოდენიმე საათით, რომ კრემი კარგად გაცივდეს და ვიფიქრე, რომ შემდეგ მოვრთავდი ტორტს. ტორტის გაფორმებას ვაპირებ ცოცხალი ყვავილებით და თეთრი მძივებით. ყვავილებს ავიღებ თეთრ ვარდებს და ასევე წითელი ფერის ყვავილებსაც გავურევ, რადგან
ტანსაცმლის დრეს-კოდი არის ბორდო და წითელი, ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა თუ წითელსაც ჩავდებდი. ახლა არის უკვე 12 საათი, 2 საათზე სახლიდან გავდივართ და მე კიდევ ამ ტორტს დავდებ. კრემი უარესად აიჭრა, რომ გამოვიღე მაცევრიდან, ნუ მკითხავთ. შემდეგ გავუკეთე რაღაც უზორები, რადგან ვიფიქრე თავიდან, რომ კოვზით გავუკეთებდი თქო და კოვზით არ გამოვიდა. მოკლედ, რაც გავაკეთე. ჩავუდე ყვავილები, მაქვს ბორდო მინდვრის ყვავილები და თეთრი ყვავილები, ასევე წითელ ვარდსაც ჩავუდებ. ზემოდან დავადე ყვავილები, ყვავილებს აუცილებლად ძირში ვუკეთებ საკვებ პარკს, რომ არ შევიდეს ყვავილისგან არაფერი, რომ მოკლედ ტორტში არ შევიდეს ყვავილები და ყვავილების, არ ვიცი, წვენი თუ რა ვიცი, მოკლედ ყველაფერი ასე ჩავარჭე. ვაიმე ტორტი არის საშინელება, ახლა არის საშინელება, რადგან ნახევარი კრემი შეიწოვა. როგორც ხედავთ, ეტყობა შიგნიდან ბისკვიტით, ნერვები აღარ მქონდა და თავიდან ვიფიქრე, რომ კიდევ ერთი კრემის ფენა გადამეკრა ან და მასტიკაც, მაგრამ ეს ყველაფერი რომ დავიწყე ამ ყველაფერზე ფიქრი უკვე გვიანი იყო და ასე რაფაელოებიც დავადე, შემდეგ გამახსენდა, რომ ტაროსები, რომლებიც გუშინ მოგვრცეს, შიგ იყო თეთრი დიდი შოკოლადის ბურთები, ეს ბურთებიც გამოვიყენე და ასევე გამოვიყენე პატარა მცივები. მოკლედ საბოლოოდ ნორმალური ტორტი გამოვიდა, სანამ წავიღე და სანამ თვითონ დამკვეთს ვაჩვენე, გული ამომივიდა მოკლედ. უცებ გავემზადეთ, უცებ, რადგან ამ ტორტმა ძალიან ბევრი დრო აიღო და მართლა არ მეგონა, რომ ამდენ დროს აიღებ და რაც მთავარია, ყველას ძალიან მოეწონა. იმ დღით არ გაუჭრიათ ეს ტორტი, რადგან საქორწინო ტორტიც იყო უზარმაზარი და ალბათ მეორე დღეს გაჭრიან და აუცილებლად მეტყვიან, როგორი იყო გემოთი. ნიცას დავუხვიეთმა და მეტი ვეღარ გადავიღე სახლიდან, რადგან საშინლად გვეჩქარებოდა, საშინლად. ჩემი თმა გავიკეთე, არ ვიცი, ალბათ 3 წუთში ჩამოვიხვიე და უკვე გავოდექით გზას. როგორც უკვე გითხარით, დრეს-კოდი არის წითელი და ბორდო, მე მაცვია ბორდო კაბა და ნიცასაც აცვია ბორდო კაბა, ხოლო სერგო და გოჯა არიან შალვალ კოსტუმში. ახლა გაჩვენებთ კადრებს, ხე რომელიც გუშინ მოვრთეთ, როგორ აყრის, ასე სიძის ძმა და ასევე მეჯვარე. აქედან ჩანს, რომ თითქოს პირდაპირ ხალხზე აყრიან ამ ვაშლებს და უზარმაზარ რაღაცებს. შემდეგ მივედი ცოტა იქიდან, რომ კარგად მეჩვენებინა თუ სად დაიყარა ეს ვაშლები და მანდარინები. როგორც ხედავთ, პირდაპირ პატარძლის წინ იყრება, რომ სახლში შევიდეს, მოკლედ ამ სიტკბოთი და მიხვდით ალბათ. ესეც მზითები. უკვე შემოიტანეს და დაალაგეს მზითები და საჩუქრები, ესეც ჩემი ტორტი და ყველას ძალიან მოეწონა, რაც ყველაზე მეტად მახარებს. აქ არის გოგოს, უბრალოდ პატარძლის მშობლების საჩუქრები და ეს არის ჩემი საჩუქარი. ამის გაფორმების გადაღებაც ვერ მოვასწარი, შიგდევს ჩანთა, სუნამო და ტკბილეული. კიდევ ჩემი ტორტი, ყველგან ჩემ ტორტს ვიღებდი. მოკლედ და სიმართლე გითხრათ, ვითხოვდი, რომ გაეჭრათ, მაგრამ არ გაჭრეს. აქ ჩვენი წესებით დაიწერა ჯვარი ახალგაზრდებმა და შემდეგ წავედით უკვე დავსხედით სუფრაზე. ეს არის რესტორნის მეორე სართული, რომელიც სპეციალურად იყო მოწყობილი ჯვრის დასაწერად. შემდეგ ჩამოვედით დაბლა და უკვე დავსხედით სუფრაზე. სუფრაზეც როგორც ხედავთ, ტაროსები და საჩუქრებია. საჩუქრები და ტაროსები იყო უამრავი,
მეორე სართულზე, სადაც ჯვარი დაიწერეს, ასევე უამრავი საჩუქარი გადმოგვცეს ცეკვის დროსაც. ასევე საჩუქრებს გადმოსცემს სიძის ოჯახი, ხშირ შემთხვევაში ცეკვის დროს არიგებენ ხოლმე მამაკაცებისთვის კრიალოსანს და ქალბატონებისთვის საცეკვაო ცვირსახოთს. ვფიქრობ, რომ სწორად ვამბობ. დრესკოდი წითელია და აწითლებული იყო მთლიანად დარბაზი, ესეც ჩვენი ნაციონალური ცეკვა. ეს ცეკვა, ვინც არ იცის, ნიშნავს ერთიანობას, ამიტომ ასე ვართ ხელი-ხელ ჩაკიდებული და ასე ვცეკვავთ, ცეკვა გრძელდება, არ ვიცი, ალბათ 2-3 საათი და როცა იღლები გამოდიხარ. მერე რომ დაისვენებ, ისევ შეხვალ და ერთ მომღერალს მეორე მომღერალი ცვლის, რადგან მართლა იღლებიან და ეს ცეკვა არის დაუსრულებელი. ჩვენს ნაციონალურ ცეკვებთან ერთად ასევე იყო ქართული ცეკვებიც, პატარა მონაკვეთები გადავიღეთ თქვენთვის და სხვათა შორის ჩვენ როგორც ჩვენს ცეკვებს, ასევე ქართულსაც კარგად ვცეკვავთ და თითქმის ყველა დადის ქართულ ცეკვაზე და თითქმის ყველა მიცის ქართული ცეკვაც. სუფრაც იყო თითქმის სულ ქართული სადილებით, თითქმის კი არა, სულ ქართული სუფრა იყო და საჩუქრებიც იყო როგორც ჩვენი ნაციონალური, ახლა გაჩვენეთ გულის ფორმის ქადა, ეს არის ჩვენი ნაციონალური ქადა, ასევე წვრილმანებიც იყო, პატარა საჩუქრები და იყო ასევე ქართული სიმბოლური საჩუქრებიც, რაც ასევე ძალიან მომეწონა. საერთოდ ქორწილებში რიგდება ხშირ შემთხვევაში მხოლოდ საცეკვაო ცვირსახოცები და არის მხოლოდ ერთი საჩუქარი ყველასთვის, ამჯერად სიძის დედამ, მოკლედ ყველას უამრავი საჩუქარი გაუკეთა და ამის გარდა კიდევ უამრავი საჩუქარი გადმოგვცეს, რომელიც არ გადამიღია. აქ სრულდება ჩემი ვიდეო. უღრმეს მადლობას გიხდით, რომ უყურეთ ბოლომდე. მომავალ შეხვედრამდე.